ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა მძღოლი, რომელიც დადიანის გადაკეტილ ქუჩაზე პოლიციის მაღალ ჩინოსანს დაეჯახა. მის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. შავი ავტომობილი მოსწავლეებისა და მშობლების აქციაზე მაშინ შევარდა, როცა მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. კადრებში ჩანს, რომ მანქანა პოლიციის მაღალ ჩინოსანს ლაშა სალუქვაძეს დაეჯახა, რომელიც იქ მყოფების თქმით მძღოლის შეჩერებას ცდილობდა. ამერიკა ბირთვული იარაღის ტესტირებას იწყებს. ბრძანება ტრამპმა ომის დეპარტამენტს უკვე მისცა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, შტატებს უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რამდენიმე დღის წინ ბირთვული დანადგარით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის შესახებ პუტინმა განაცხადა. ტრამპმა კი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდა ამის ნაცვლად უკრაინაში ომის დასრულებით დაკავდეს. ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს შეახსენა, რომ მათ მსოფლიოში უძლიერესი ატომური წყალქვეშა ნავი ჰყავთ რუსეთის ნაპირების მახლობლად და მას 13,000 კილომეტრზე ფრენა არ დასჭირდება. ჩინეთი უკრაინაში ომის დასრულებაში ჩაერთვება. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა. სინ ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. ჩინეთის ლიდერთან მისი შეხვედრა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. თურქეთში 7 სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულია დედმამა და 2 არასრულწლოვანი შვილი. ოჯახის კიდევ ერთი წევრი 18 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.